წმენა არის სინამდვილე. ოღონდ ის სინამდვილე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ღმერთო მანახე ყანები, ამ სარწყავთ მონაყვანები, ღმერთო მომასარ ზაფხულსა, ფქვილს ამ წისქულზე დაფქულსა. ამიტომ რადგან ადამიანი ვერ მივიდა, ვერ ამაღლდა ღმერთამდე, ღმერთი განკაცდა. ანუ ადამიანთან ხო იყო, რომ ადამი უნდა გამხტობილი იყო, ანუ ღმერთი გამყდარიყო. ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ ღმერთი გახდა კაცი. ღმერთმა შეიმოსა კაცი და ღმერთი მოვიდა. და ამიტომ ჩვენთან თუ ღმერთი არ მოვიდა, ჩვენ ღმერთამდე ვერ მივდივართ. სოკრატეს უთხრეს, რომ მართალიაო, რომ ამბობენო, რომ სიკვდილი ბოროტება არისო. და სოკრატემ უთხრა, რომ იტყუებაო ყველა, ვინც ამას ამბობსო, რა იცისო. იქნებ კეთილიაო სიკვდილიო, ჩვენ ხო არ ვიცითო სიკვდილი ბოროტება, ანუ სიკვდილი არ ვიცითო რა არისო. ეს არის ყველაზე დიდი გონების და სამყაროს გადაბრუნება, გადატრიალება ადამიანის ცნობიერებაში ჯვარცმა დააღდგომა. და აღდგომა იმ გაგებით, რომ უკან ბრუნდება. ღმერთი შეურევნელად და განუშორებლად არის ხორცთანაც და სულთანაც. წმენითი ცოდნა არის სინამდვილის აღმოჩენა, რომელსაც ვერ ხედავ. არ გაბედო ღმერთზე საუბარი, თუ არ იცი ღმერთთან საუბარი. აი ღმერთთან საუბარი ეს არის წმენითი ცოდნა. მინდა მივესალმო დროების YouTube არხის მაყურებლებს, განსაკუთრებით გადაცემათა ციკლის მამა დოროთეს ამბიონი. მამა დოროთე უძღვება ამ ციკლს დროების მიერ წარმოებული ციკლის პარალელებში, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა და გადაცემათა ეს ციკლი ემსახურება არა მარტო ცოდნის მიღებას, არამედ მის გააზრებას ქრისტიანობასთან მიმართებაში. ეს ციკლი არის საგანმანათლებლო პროექტი არა მხოლოდ ქრისტიანობით დაინტერესებული ქრისტიანებისათვის, არა მხოლოდ მორწმუნე მრევლისთვის, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ალბათ მაინც მათთვის და ჩვენთვის, მაგრამ ის საინტერესო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს უკეთ გაერკვეს ქრისტიანობის არსში, მის მნიშვნელობაში, მათ შორის თანამედროვე ცივილიზაციის ფორმირების, კულტურული იდენტობის, მათ შორის ქართველი ერის კულტურული იდენტობის კიდევ უფრო უკეთესად შესაცნობად და ამოსაცნობად. ჩვენ ორი გადაცემა უკვე ჩავწერეთ, შევთავაზეთ მაყურებელს, მინდა ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩიოთ, რომ აუცილებლად ნახოთ, ის ეხება ადამიანის დაბადებას. დღესაც ძალიან საინტერესო მონაკვეთზე, ეპიზოდზე ვისაუბრებთ ბიბლიის, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი თანამედროვე ყოფის გააზრებაც ადამიანის როლის, მისი მნიშვნელობის, დანიშნულების ამავე დროს კიდევ უფრო უკეთესად გათვითცნობიერება და გაცნობიერება. მინდა ვთხოვო მამა დოროთეს, შეგვიძლია დავიწყოთ უკვე საუბარი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ. დღევანდელი თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი თემას შევეხებით და ჩემთვის ეს თემა არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან შეიძლება ითქვას რთულიც და ამ თემის დროს და ამ საკითხის შეხების დროს ვხედავ ადამიანურ უსუსურობას, რამდენად უსუსური ვართ ჩვენ როცა ვეხებით ამ საკითხს. კერძოდ ეს არის საკითხი, ესე დავიწყებ ბიბლიის სიტყვით, ღმერთი როცა ეცხადება ადამიანს, დაცემის შემდეგ ეუბნება ადამ სადა ხარ. აი ეს ადამ სად ხარ არის უაღრესად მნიშვნელოვანი სიტყვა მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება, ჩვენთვისაც, მათთვისაც და ყველასთვის, ვინც კი დაიბადება, რადგან აქ როგორც განმარტებლები ამბობენ, რომ ღმერთმა ადამს პირველი სიტყვა რაც უთხრა, როცა დაეცა ადამი პირველი რაც უთხრა დაცემულ ადამიანს, ეს არის სათხარ. ანუ ადამიანმა იცოდეს სად არის და ვინ არის. რას აკეთებს და რამდენად სწორს აკეთებს. ანუ საკუთარი თავის შეცნობა. ასევე არსებობს ფილოსოფიური ტერმინი შეიცან თავი შენი.
ეს ფილოსოფიური ტერმინით შესაძლებელია აქედან მომდინარეობდეს ამ ღმერთის სიტყვიდან ადამიანს სათხარ, თუმცა შინაარსი დევს სხვა და არის განსხვავებული და არ არის სწორი. სწორი არის ეს ადამიანს სათხარ და ამის ისტორიაზე მინდა ვისაუბრო, რატომ არის ეს უფრო სწორი და მართალი. შეიცან თავი შენი ფილოსოფოსების გაგებით და აღმოსავლური რელიგიების გაგებით არის ესეთი გაგება აქვს, რომ როდესაც ადამიანი კვდება სული გადის საზვერეებს და მათი გაგებით საზვერეები არის ცოდნის მიღების ადგილი. და სული საზვერეებში ღებულობს ცოდნას და მე ხელმეორედ იბადება და ის ცოდნა რაც საზვერეებში მიიღო არის ამ ადამიანში და აი ეს ცოდნა რომელიც მასშია ის უნდა შეიცნოს. ეს არის ფილოსოფიური გაგება და აღმოსავლური რელიგიების გაგება, რომ შეიცან თავი შენი, ანუ ცოდნა არის შენში და შენი თავი უნდა შეიცნო, შენი ცოდნა უნდა შეიცნო. სოკრატესთან არის ესეთი ადგილი, რომ მონას დაუძახებს და გეომეტრიულ ფიგურებს ახაზინებს. ხო და რაღაცას მარტივს დახაზავს, მაგრამ იმის იქეთ ვერ ხაზავს. აი ეს არ ჩასულა საკუთარ თავში და არ გამოუძიებია, ამიტომ რაღაცა მცირედი აქვს გამოძიებული, მაგრამ თუ მეც გამოიძიებს ყველა გეომეტრიულ ფიგურას და ასე შემდეგ დახაზავს. ეს ცოდნა ქრისტიანულად, აი ეს გაგება შეიცან თავის შენის, ქრისტიანული გაგებით არ არის სწორი. ქრისტიანული გაგებით დააკვირდით როგორ არის, როგორც კი ადამი დაეცა ადამიანს უკვე ხმა ესმის გარედან. მასში ხმა შემოდის, აი მეო შენ რომ მიმოდიოდიო, აი დაგინახეო, მესმაო შენი ხმაო და შემეშინდაო. ღმერთს მიმართავს პასუხობს, აი სათხარ ადამ. აი ადამი ხედავს რომ ღმერთი გარეთ არის და მასში არ არის. და მას აქვს ღმერთი უკვე გარედან შემოშაშვები. და ეს არის ქრისტიანული ცნობიერება, ჩვენი დედაენა რო გვეუბნება ია. ანუ ეს არის გარეთ ია. ეს შენ გარეთ რაც არის, ის უნდა შეიცნო. და მაშინ რა დარჩა ადამიანში? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი რომელიც არის ღვთის ხატი, ადამიანს დარჩა გონება მეძიებელი, რომელმაც უნდა მოძებნოს, ოღონდ მოძებნოს არა საკუთარ თავში, არამედ გარეთ. და ჩვენი გაგებით ადამიანი ცოდნით არ იბადება, ნიჭებით იბადება. ნიჭი კიდე ქართული სიტყვა ნიჭი ნიშნავს მონიჭებულს, მოცემულობა. ესეთი ტერმინი არის, რომ ადამიანი იბადება სხვადასხვა მოცემულობით. ეს ქრისტიანულად ესე განისაზღვრება ტალანტებს რო აძლევს. ღმერთი ვიღაცას აძლევს 5 ტალანტს, ვიღაცას 2-ს და ვიღაცას 1-ს, ხო? ეს არის მოცემულობა ადამიანის და აი ამ მოცემულობაში, ამ მოცემულობის მეშვეობით ის გარედან შეიცნობს ჯერ სამყაროს და შეიცნობს საკუთარ თავს ამ სამყაროში და შეიცნობს ღმერთს. და როდესაც კაცობრიობა იწყებს გარეთ ცხოვრებას, ესე წერია რომ გაირყვნაო კაცი. ეს სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღმერთმა თქვაო არ დაიმკვიდრებს ჩემი სული ამ ადამიანებში, რამე თუ ხორცს არიან. აი ეს არის ახლა სულის მდგომარეობა. აი რა სული და ხორცი, აი რა არის სული და რა არის ხორცი და როგორია ეს. როდესაც ნოეზე ამბობს, რომ ამ ნათესავებში, ამ ნათესავში ერთადერთი უბიწო წერია ახალში და ძველში წერია სრული იყო ნოე. და ეს სრული კიდე რას ნიშნავს, რომ ხორცი და სული არის ერთი, ანუ ერთი, პავლე მოციქული ესე ამბობს, ერთია ხორცი, ერთია სული,
ერთია ღმერთი და ერთია ნათლისღება. ერთია. ანუ ერთიანი კი არა, ერთი. და სული ზე როცა ამბობს ღმერთი რომ ხორცი გახდა, ნიშნავს რომ სული ხორცივით ხორციელი ამ ქვეყნიური სრულიად მოშორებული ღმერთს. თორე სულის ბუნება კი არ იცვლება. აი ამ მდგომარეობას ეძახიან ფშვინვიერს. ქართული ტერმინი არის ფშვინვიერი. ხო, აი ეს ფშვინვიერი ხშირად ხდება ხოლმე ხო, აი მისი განმარტება არ ბევრს გონია და არის ესეთი სწავლებაც რომ სამად ყოფენ, მაგრამ სინამდვილეში სული არ იყოფა. და სამი არ არის ადამიანში, ადამიანი არის ორისაგან შედგარი, ხორცისაგან და სულისაგან. აი ეს სული პნევმა არის სულიერი მდგომარეობა და ფსიხე არის ფშვინვიერი მდგომარეობა. ოღონდ სულის მდგომარეობა და არა სულის ბუნება. ამიტომ, როდესაც ამბობს რომ ეს კაცობრიობა გაიხსნა და არ დაიმკვიდრებ ჩემი სული, ეს ნიშნავს რომ სული გახდა ხორცივით, ხორცს მიემსგავსა. ანუ ჩვენი მაცხოვარი რო აღსდგა, მისი ხორცი კი სულივით, სული არ იყო, ხო, მაგრამ სულივით, რომელიც კარს გადის. ეს არის მდგომარეობა, როცა ხორცი სულს ემსგავსება. ეს არის უკვე ხორცი რო სულიერი ხდება. მაგრამ აი პირიქით როცა ხდება, ღმერთს მოშორებულია, სული ხდება ფშვინვიერი და აქედან მოდის აი ფსიქოლოგიაც, ფსიხედან მოდის. ის სულზე მეტყველება არ არის. ფშვინვიერზე მეტყველება არის და როდესაც ადამიანი ღმერთთან ერთად აი როგორც ნოე ღმერთს უსმენს, მაშინ ის ხდება სრული იმ გაგებით რომ როგორც გითხარით თავიდან სული არის ნახევარი არ ნიშნავს იმას რომ როგორც აი ადამიანი ნახევარი, მაგრამ ის სრულყოფილია, სული სრულყოფილია. მაგრამ აი პავლე მოციქული ამბობს ძალიან საინტერესო სიტყვებს რომ როდესაც რუშს უერთდებიო, მასთანო ერთ ხორცი ხდებიო. ერთი. და როცაო სულიო ღმერთს უერთდებაო, ერთი სული ხდებაო. აი ეს ერთი სული ხდება, ნიშნავს რომ აი ვერ გამოარჩევ. აი ეს ვერ გამორჩევა როგორი რაღაცა არის, იცით, აი ადამიანში სული რო დაიმკვიდრებს, ძალიან რთულია თავისი სული გამოარჩიოს სულიწმინდისგან. და ეს როგორ ხდება, აი შედარება მინდა გავაკეთო რომ აი ახლა ჩვენ გვანათებს შუქი და ჩვენ ამ შუქზე ვიცით რა ფერისა ვართ და როგორი ვართ. მაგრამ ამას ამ შუქის გარეშე ვერაფრით ვერ დავინახავთ. რა ფერის ვართ ჩვენ? თუ სიბნელეში ვართ, ჩვენს თავს ვერ აღვიქვამთ. მაგრამ თუ სინათლეში ნამყოფი ვართ და სიბნელეში აღმოჩნდებით, ცოდნით ვიცით ჩვენ რა ფერის ვართ და როგორი ვართ. მაგრამ ეს ცოდნა უკვე ხედვა არ არის. ეს ცოდნა ნაკლებად ახსნადია. ხო, ანუ აი ახლა მე მაგალითად ჩემს ხელს რო ანათებს ეს ნათელი, ჩემი ხელი არის ასეთი, მაგრამ ამ ნათელს ვერ მოაშორებ ამ ხელს. ეს ნათელთან ერთად არის ასეთი. ანუ ნათელს ჩვენი თავიდან ვერ ვაშორებთ. ჩვენ როცა ხორციელად გულისხმობთ, ჩვენ როცა ჩვენს თავს ხედავთ ნათელში, ჩვენ მომბთ ეს ვართ ჩვენ. მაგრამ თუ ნათელი არ არის, ეს არა ვართ. მაგრამ ეს ვართ. თუმცა ამას ვერ ხედავთ, ვერ დავინახავთ. აი ესე არის სული. როცა სული წმინდა შემოდის ადამიანში, ადამიანი ხდება ესეთი სრული, ანუ ის რაც არის ის და ამიტომ ამბობს ეკლესია რომ ქრისტე არის სიძე და ეკლესია არის ძალი. ეკლესია არ არის ტაძარი. ეკლესია არის ეკლეოს არის ვეძახი დაძახებული ადამიანები, აი დაპატიჟებული, ხორცილში რო ვიცი დაპატიჟება, ასე ქრისტეს მიერ დაპატიჟებული, ჩინებული,
მოწოდებული ადამიანები. ეს არის ეკლესია. აი ეს ეკლესია არისო ძალი. აი ამიტომაც არის ამიტომაც ვამბობ რომ სული თითქოს და მდედრობითი სქესია, თითქოს და სული. მაგრამ სქესი არ გააჩნია სულს. აი უბრალოდ მიმღეობიდან გამომდინარე. ეხლა რას ამბობს პავლე მოციქული რომ თქვენ ხართ უფლის ყანა და თქვენ ხართ უფლის სახლი. აი ეს ყანა უფლის არის სული. სადაც ითესება ღვთის სიტყვა და სახლი არის ადამიანის ხორცი, სხეული. და აი ეს სული რო სადაც ღვთის სიტყვა არის დათესილი. როცა მკვიდრობს სხეულში, მაშინ არის ის სრული ადამიანი. ანუ ადამიანობაში სრული არის ძებნის მომენტი, მაგრამ როცა იმას მოძებნი და მოვა, ის მოდის თვითონ. როგორც მოციქულებს ეუბნება, მე აგირჩიეთ თქვენ და თქვენ კი არ ამირჩიეთ მე. ამიტომ, როდესაც მოდის ღვთის სიტყვა და ღებულობ მას, ამ შემთხვევაში შენი სული ხდება სრული, აი ნათელში მყოფი. და აი ეს ნათელში მყოფი სული როცა მკვიდრობს ხორცში, ის არის სრული ადამიანი. ანუ გამხრთობილი სული და გამხრთობილ ხორცში, ანუ ხორცი ბუნებას არ იცვლის აქ, იმიტომ რომ წყევლის ქვეშ არის, მაგრამ შემდეგ ცხოვრებაში, როგორც ქრისტეს ხორცი შეიცვალა, აი ესე იცვლის. და ისიც ხდება განსულიერებული. ამიტომ სული მშვინიერი და სული ხორციელი, უბრალოდ სული სულიერი. ეს არის სულის მდგომარეობა და არა სხვადასხვა სული. ამიტომ სულიერი მაშინ ხდება სული, როცა სულს უერთდება და მშვინიერი მაშინ ხდება, როცა თავის თავს აღიქვამს ხორცის ნაწილად, შეიძლება ითქვას. და სიამოვნებს ის რაც ხორცს სიამოვნებს და გონია რომ ეს არის კაცი. აი ქრისტეზე არის ნათქვამი რომ მას არ ჭირდებოდაო დარწმუნებაო ვიღაცის როცა ეუბნებიან წამსო შენიო რადგან იცისო რა არისო კაცში აი იცის რა არის კაცში აი ეს ცოდნა ჩვენ არ გვაქვს ამ ცოდნას ღებულობთ მაგრამ ღებულობთ რწმენით ეხლა რწმენა კიდე რა არის რომ აი წინა გადაცემაში თქვენ რო თქვით საინტერესო მაგალითი იყო რომ სამების ტაძარი ჩანდა თქვენი ტაძრიდან, ისა თქვენი სახლიდან, თქვენი ფანჯრიდან, მაგრამ ხერო გაიზარდა, ხედვა აღარ დაფარა. მაგრამ იცით რომ ისი ხარის. მახსოვს. ხო. და ისედაც ვიცი რომ იქ არის. ხო, იქ არის, მაგრამ სხვა კუთხიდან შეხედო უნდა რაღაცა რომ ეს ხე ამოგეფარა, ხო? აი ეს ხე რო ამოგეფარა, მაგრამ იცი რომ ისი ხარის, მაგრამ ვერ ხედავ. ეს არის წმენა. წმენა არის რასაც ჩვენ ვერ ხედავთ. იმისი ხედვა გონებით. აი მაგალითად მიწიერად რო წარმოვიდგინოთ, მიწიერი ჭრეტა რა არის, ჭრეტა. ჭრეტას ეძახიან ხედვაი სახნოთა საქმეთ, აი ესეთ არის ექვთიმე. აი მაგალითად ჩვენ გავიგეთ რომ დედამიწა არის მრგვალი. მაგრამ ეს გავიგეთ გონებით. ვიღაცამ, ვინც ეს გაიგო, ნიუტონია თუ ვინ თქვა პირველად, მაგას არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, მაგრამ დაასკვნა რაღაცა შედეგებიდან გამომდინარე, რომ დედამიწა არის სფერო, ხო? და აჰა, თუ დედამიწა არის სფერო, ესე იგი ჩვენ სადღაც გვერდიდან ვდგევართ. და მე მაგალითად ვისროლე ქვა ზემოთ. ავარდა ეს ქვა და არ გაფრინდა. დაეცა ისე უკან. აი ეს ქვა რო უკან დაეცა, ეს არის მოვლენა, რომელსაც ჩვენ ხედავთ თვალით, მაგრამ რატო დაეცა ქვა უკან? და რატო არ გაფრინდა თუ დედამიწა მრგვალია? აი ეს ხედვა ხორციელად რო წარმოვიდგინოთ, ფიზიკურ საგნებთან მიმართებაში რო წარმოვიდგინოთ, ეს ხედვა არის ჭრეტა. ანუ ის იმიტომ არ გაფრინდა, რომ მიზიდულობის ძალა აქვს, როგორც მეცნიერება ამბობს, აი ამ სფეროს თავისი სიდიდიდან გამომდინარე და ისე უკან მიიზიდა, ხო? ეს უკვე ჭრეტაა. აი ესეთი არის რწმენა, წმენა არის ფაქტურად ჭრეტა.
იმისი, რასაც ვერ ხედავთ. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ ვითარცა სარკეში ბუნდოვნად. იქ ბუნდოვანი არ წერია, ენიგმა წერია, მაგრამ სარკე არა იყო ბუნდოვანი მაშინ. ეხლა რომ პირდაპირ ხედავთ სარკეში საკუთარ თავს ისეთად როგორიც ვარ და შეიძლება უფრო ნათლად დავინახოთ, მაგრამ მაშინ ესე არ იყო. გაწმენდილი ისინი იყო ნიკელი თუ რაღაც მეტალები და ამ მეტალებში მაინც ბუნდოვნად ჩანდა და აი ეს ბუნდოვნად დანახვა ნიშნავს რომ ჩვენ ხედავთ მას ეხლა თქვენ ფანჯრიდან ვერ ხედავთ, მაგრამ ხედავთ. ჭრეთ, რომ იქ არის სამება. აი ეს არის რწმენის საკითხს როცა ამბობენ, რწმენა არის სინამდვილე. ოღონდ ის სინამდვილე, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ. აი ასე მდგომარეობაში ადამიანი, რომელიც სინამდვილეს იჯერებს გონებით. ის ადამიანი დგას უფრო მაღლა, ვიდრე ის ადამიანი, ვინც სინამდვილეს ხედავს თვალით. ამას ამბობს უფალი თომას რეუბნება, ნეტარ არიან ისინი, რომელსაც არ უხილავს ჩემი ღმერთობა და ირწმუნებენ, რომ მე ვარ ღმერთი. ანუ იმ ცოდნის მიღების გასაღები არის რწმენა, ასე გამოდის. ამ გაგებით თქვენ აი ყანა ახსენეთ. და ადამიანზე არის დამოკიდებული რამდენად ნაყოფიერი იქნება ეს მოსავალი ამ ყანაში. აი დავით გურამიშვილს მცირე ლოცვა აქვს დავითიანში, ჩემი საყვარელი ასე თქვა ლოცვა არ თუ შეიძლება ასე ითქვას და იქ ამბობს ზუსტად ერთი სტროფია, რომ ღმერთო მანახე ყანები ამ სარწყავთ მონაყვანები, ღმერთო მომასწარ ზაფხულსა ფქვილს ამ წისქულზე დაფქულსა ყოვლადწმინდაო დამადევ წყლულზე წამალი სამხელი შემაძლებინი აღვანთო მე შენს წინაშე სანთელი. მაგრამ აი ეს ყანის მონაკვეთი შემთხვევით არ აქვს ნახსენები როგორც ჩანს რაღაცა სიმბოლიზმის ელემენტია ბიბლიური ალეგორიები შემთხვევით არ არის არც დავითიანში. არა რა თქმა უნდა ეს რაც თქვენ თქვით ეს არის ლოცვა რომელიც როგორ არის იცით აი ლოცვა არის როცა შენ ესაუბრები ღმერთს და როცა შეიმეცნებ ღმერთს სახარებიდან გამომდინარე წმინდა წერილიდან გამომდინარე მაშინ გესაუბრება ღმერთი და მე ამ ორიდან ვირჩევ რომ ესაუბროს ღმერთი ანუ სახარებით ჩვენ გვესაუბრება ღმერთი და აი სახარებით რო გვესაუბრება ახლა გურამიშვილმა გაიგო პავლეთი რომ ყანა ადამიანის სული ხო ასევე გაიგო თესველის იგავით და აი ეს ყანა რო ახსენა იმიტომ ახსენა რომ მე შენი ყანა ვარ მაგრამ მინდა რომ ვიყო კარგი კეთილი ნაყოფიერი ყანა იმიტომ რომ თესლი ერთია აი თესველი სიგავში მაცხოვარი ამბობს რომ ერთია თესველი და ეს თესველი არის ძე ღვთისა და ღვთის სიტყვა ღვთის სიტყვა ითესება მაგრამ ყანაა სხვადასხვა ზოგი დავარდა კლდოვან ანუ ქვიან ადგილა სადაც პატარა მიწაა ზოგი გზისპირას დავარდა და გაითელა ზოგი ბარდებში ჩავარდა და ეს ეკალი რო ამოვიდა ეს არის საზრუნავები და ზოგი ნაყოფიერ მიწაში და გამოიღო ნაყოფი ანუ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ნაყოფს გამოვიღებთ ამ ყანაში და აი ეს ნაყოფი ზოგს გამოაქვს 30 მაგრამ ეს არის მოცემულობიდან გამომდინარე ეს უკვე არის ტალანტები აი ამ ტალანტებში ღმერთი როცა ამბობს რომ ერთს 5 მიეცა და მეორეს 2 ვისაც მიეცა მეორე 2 მიუმატა და ვიღაცას თავშივე ხონდა 5 მაგრამ ეს ვინც 4 დააგროვა მთლიანობაში არ არის უარყოფილი ანუ მას დიდი ნაყოფი არ გამოუღია მაგრამ ღვთის ნაყოფი გამოიღო ანუ ღვთის ნაყოფი ისეთი რაღაცაა მაგალითად სასუფეველზე ამბობს უფალი რომ იქ არის მრავალი სავანე ეს სავანეები განსხვავდება ერთმანეთისგან და სასუფეველში ყველა ადამიანის მდგომარეობა იქნება განსხვავებული ერთი და იგივე არ იქნება სხვადასხვა დონეები იქნება როგორც ანგელოზებთან არის როგორც წინა იმაში ვისაუბრე რომ ერთი უფრო მიახლოებულია და მეორე უფრო დაბლა მაგრამ ეს
სულ დაბლა მყოფი, სულ დაბლა მდგომარეობაში მყოფი იმდენად კმაყოფილი იქნება თავისით, რომ მას საერთოდ კი არ შურს სხვის, აი საკუთარ თავში, საკუთარ მდგომარეობაში ეს არის სრული კმაყოფილება, სრული ნეტარება. და არა ის რომ ვიღაცას მეტი ეგ და მე რატო არა მაქვს ის, იმიტომ რომ თავისი აკმაყოფილებს მას და ამიტომ ის განსხვავება არის, მაგრამ ეს განსხვავება არ იწვევს არც შურს და არც ნაკლოვანებას. და რაც შეეხება აი ფილოსოფია რადგან ვახსენეთ, მე მინდა ასევე თქვა რომ დღევანდელი გადაცემა ესე მიუძღვნათ რომ ფილოსოფია არის განვითარებული იმის შემდეგ რაც ღმერთმა გაყო გამოირჩია აბრამი. მანამდე აბრამმა რაც იცოდა, ის იცოდა ყველა. ნუ ვიღაცამ უფრო კარგად, ვიღაცამ სრულად, ვიღაცამ ნაკლებად. ანუ ბიბლია ეს მოსემ რაც ჩაწერა, ეს სიტყვიერად იცოდნენ. მაშინ წიგნი არ იყო და ეს გადაეცემოდა თაობიდან თაობას და აი ეს ბიბლია და ღვთის სიტყვა შემდეგ ამ რჩეულმა ერმა ჩაწერა და მას ეცხადებოდა, მაგრამ მეორე მხარე განვითარდა ძებნის მხარით. ანუ თავიდან რო ვთქვით, რომ ადამიანს რო დაინახა ღმერთი მის გარეთ, იწყებს ძებნას. და ფილოსოფია ვერასოდეს ვერ მიდის ღმერთამდე. და ესე არის ქრისტიანობაში ნათქვამი, რომ ადამიანის გონება რადგან დაეცა, ის უკვე ვერ მიდის ღმერთამდე, ღმერთი მოდის მასთან. ამიტომ რადგან ადამიანი ვერ მივიდა, ვერ ამაღლდა ღმერთამდე, ღმერთი განკაცდა. ანუ ადამიანთან ხო იყო, რომ ადამი უნდა გამფრთობილი იყო, ანუ ღმერთი გამختارიყო. ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ ღმერთი გახდა კაცი. ღმერთმა შეიმოსა კაცი და ღმერთი მოვიდა. და ამიტომ ჩვენთან თუ ღმერთი არ მოვიდა, ჩვენ ღმერთამდე ვერ მივდივართ. იმიტომ რომ ეს პროცესი დავკარგეთ. სამოთხეში დაიკარგა ღმერთთან მისვლის. და ღმერთი ეცხადება ადამიანს და ფილოსოფიაში ძალიან საინტერესოა თვითონ ამ ფილოსოფიის სიტყვა ფილოსოფიის წარმოშობა. აი მაგალითად ქრისტიანი არის თუ არა ფილოსოფოსი. ქრისტე არის თუ არა ფილოსოფოსი და პირდაპირ პასუხი არა. იმ გაგებით რა გაგებითაც ფილოსოფოსი ქვია. ძველად იონიაში წარმოიქმნა ფილოსოფია და თალესი არის ესე ფუძემდებელად ითვლება და ეს ძველ საბერძნეთში. ხო, ძველ საბერძნეთში, მაგრამ იყო საბერძნეთის კოლონია, თვითონ ბერძნები არ იყვნენ, დაპყრობილი კოლონია იყო და ესეც საინტერესოა, რომ ეს გონებრივი ჭრეტელობა და ფილოსოფია წარმოიქმნება კოლონიაში. არა ცენტრში, სადაც მეფობენ, არამედ იქ, სადაც პრობლემა აქვს, იმიტომ რომ დაპყრობილია. და იონიაში რო წარმოიქმნა, მაშინ მათ ეძახდნენ სოფოსებს. ბრძენებს თავიდან. სოფია სიბრძნეს ნიშნავს. ხო, სოფია ნიშნავს სიბრძნეს და ეს ბრძენები იყვნენ. მაგრამ ერთი ბრძენი ამბობდა, რომ შეიქმნა მაგალითად მარტო წყალზე რო იმაზე რო ვთქვა, სამყარო შექმნაზე, ფილოსოფიაში შედიოდა რელიგია, ფსიქოლოგია, მეცნიერება, ყველაფერი ეს ცოდნა იყო, ცოდნა. ფილოსოფია მთლიანობაში ცოდნა იყო იმდროინდელი და ერთი რო ამბობდა, რომ შეიქმნა სამყარო წყლისაგან, მეორე ამბობდა ცეცხლისაგან, ხო? მესამე ამბობდა ატომებისაგან, მეოთხე ამბობდა სიცარიელისაგან. ასევე ერთი ამბობდა, რომ სული არ არსებობს. მაგალითად მეორე ამბობდა, რომ სული არის ატომი, ოღონდ წვლილი ატომი და ხორცთან ერთად კვდება. სოკრატე ამბობდა, მაგალითად სოკრატეს უთხრეს, რომ მართალიაო, რომ ამბობენ, რომ სიკვდილი ბოროტება არისო. და სოკრატემ უთხრა, რომ იტყუებაო ყველა ვინც ამას ამბობს, რა იცისო. იქნებ კეთილიაო სიკვდილიო, ჩვენ ხო არ ვიცითო სიკვდილი ბოროტება, ანუ სიკვდილი არ ვიცითო რა არისო. ანუ ეს სოკრატეს ფილოსოფია მაგ კუთხით არის ყველაზე მისაღები ქრისტიანული გაგებით,
რადგან სოკრატე ამბობს რომ მე ვიცი რომ არ ვიცი. აი ეს არცოდნა იწყებს ძებნის საშუალებას აძლევს ადამიანს. ამიტომ იყო ფილოსოფია ფაქტიურად თითქმის გამზადებული იყო მისაღებად ქრისტიანობის და თვითონ ფილოსოფოსებმა არა, მაგრამ ფილოსოფიაზე გაზრდილმა ერმა ეს მაკედონელის ბერძნებმა ფაქტიურად, რომლებიც უკვე დაყრობილები იყვნენ რომაელებისგან, ამ ბერძნებმა მიიღეს პირველად ქრისტიანობა. და რომის იმპერიის, ეს არ იყო შემთხვევით რომის იმპერიის პერიფერიებში, ალექსანდრიაში და ანტიოქიაში გავრცელდა პირველად ქრისტიანები ანტიოქიაში უწოდეს და ეს არ იყო შემთხვევითი, იმიტომ რომ ძებნის პროცესში იყვნენ და აი პავლე მოციქული რომ მიდის ათენში, იქ ეუბნება ესეთ საინტერესო რაღაცას, რომ იქ ნახავს კერპებს. კერპები ნუ ღმერთებია, მრავალღმერთიანობა იყო და ერთ-ერთ კერპს ეწერა უცნობი ღმერთი. ღმერთი, რომელიც ჩვენ არ ვიცით. დარო ეს ფილოსოფოსები და განათლებული ადამიანები უშვებდნენ იმას, რომ იყო ღმერთი, რომელიც მათ არ იცოდნენ. ანუ თუ ადამიანი უშვებს საკუთარ თავში იმას, რომ არის ის, რაც მან არ იცის. აი ამ შემთხვევაში ის უკვე მზად არის, გონება გახსნილი აქვს. აი გონები ჩაკეტვა არის, როცა ყველაფერი იცი. მაგრამ არის ის, რაც შენ არ იცი და გინდა იმის შეცნობა. აი მაშინ ღებულობ. მაშინ იღებ თუ მოვიდა ცოდნა, რომელიც შენ არ იცოდი და ახლა ფილოსოფოსებს როგორც თავი დავთქვი, ეძახდნენ ბრძენებს, სოფოსებს და მაგრამ სხვადასხვა სწავლებები ჰქონდათ. არ იყო ერთი. აი მაგალითად ქრისტიანობაში რატო არ არის პავლე მოციქული სხვა, პეტრე სხვა და ერთი და იგივე სასწავლიდან არა პავლე სხვა თემაზე საუბრობს, მაგრამ ერთი ქრისტეთი საუბრობენ. ამიტომ არ არის სხვა, გრიგოლ ღვთისმეტყველიც არ არის სხვა. ერთ ქრისტეზე და ერთი სულიწმინდით საუბრობენ. ამიტომ არის პავლე მოციქული რომ მიუვა პეტრესთან იმათმა დაინახესო რომ მეც ის სული მეწეოდაო წარმართებში რომელიც სულიც მათ ეწეოდაო რჩეულ ერში ანუ ებრაელებში ანუ ერთი სულიწმინდა იყო შემწე ყველა მოციქულის და ყველა წმინდა მამასი და ესენი კიდე ამბობდნენ სხვადასხვას და როდესაც დადგა საკითხი რომელია ბრძენი ამათ შორის ანუ აი ეს კითხვა რომელია ბრძენი არის რომელია მართალი წყლისგან შეიქმნა ცეცხლისგან შეიქმნა სული არსებობს თუ სული არ არსებობს თუ სული ატომია და ხორცთან ერთად არსებობს მაგრამ ხორცთან ერთად კვდება აი რომელია ბრძენი იბადებოდა ეს კითხვა და ერთმა თქვა რომ არავინ არ ბრძენი გარდა ღვთისა და აქედან მოდის რომ არა ბრძენი ანუ მართალი ნუ სრულად მართალი არც ერთი არ არის ალბათ ასე ითქვა მაშინ აბა ხა თუ ბრძენი მართალი არ არის რა ბრძენი როგორ შეიძლება თქვა რომ ესენი ბრძენები არ არიან ესე იმხელა ფილოსოფიები და იმხელა ნაშრომები და ნამუშევრები და ამიტომ თქვეს რომ ბრძენი არ არის მაგრამ სიბრძნე უყვარს აი ეს სიბრძნე უყვარს არის უკვე სიბრძნის დაკნინება ეს სიბრძნის სიყვარული ჩვენ გონია რომ ახლა დღევანდელი გაგებით კარგია რა თქმა უნდა სიბრძნე რო გიყვარს მაგრამ სიბრძნის მოყვარული არის იმ გაგებით რომ არავინ არის ბრძენი გარდა ღვთისა და მე უბრალოდ სიბრძნე მიყვარს მაგრამ ამ სიბრძნის სიყვარულში შეიძლება გეშლებოდეს ამიტომ ქრისტიანზე არ ითქმის რომ ის არის ფილოსოფოსი სიბრძნის მოყვარული კი არ არის უფრო სოფოსი უფრო მერე ბიზანტიაში აუშენეს აია სოფია ანუ წმინდა სიბრძნე და ეს აია სოფია ტაძარი იყო როგორც ჩვენთან არის სამების სახელობის ის იყო ძის სახელობის ანუ წმინდა სოფია სახელი კი არის წმინდანის მაგრამ მისი სახელობის კი არ იყო სიბრძნის წმინდა სიბრძნის სახელობის იყო და ქრისტე არის წმინდა სიბრძნე და არა სიბრძნის ძებნელი
არამედ მან იცის აი აქ არის ყველაზე ისა მთავარი რომ ახლა სულზე რომ დავიწყეთ ჩვენ საუბარი ვერაფლით ვერ მიხვდება ფილოსოფიური მტკიცებულებით რომ სული არსებობს რადგან სულის ადამიანის სიკვდილის შემდეგ სულს არ შეუძლია შემოსვლა, მაგრამ ეგ ჩვენ ვიცით, მაგრამ იმათმა ესეც არ იცოდნენ, ხო? აი სოკრატემ თქვაო, ან როცა საწამლავი მიცეს, რომ დალია. მანამდე არ ვიციო სიკვდილი რა არის, ქონდა ნათქვამი და რომ დალია სიკვდილი წინ თქვაო, მამალი შეწირეთო. ანუ სული არსებობსო. ანუ დაინახა სიკვდილის წინ დაინახა რომ აი სული და ხორცის გაყრა ეთყობა მამა მაშინ მამალს ირავდნენ ეს მამალი იყო შესაძირი და სიკვდილის წინ თქვა მამალი შეჭირეთ ანუ ღმერთი არსებობს ეს თქვა ფაქტიურად იმიტომ რომ ის ამბობდა რომ არ ვიცი ხო და როდესაც ქრისტიანობას განვიხილავთ აი მე რო ვთქვი რომ შეუძლებელია გონება მივიდეს ღმერთამდე დააკვირდით რელიგიები, რომელი რელიგიებიც არსებობს, ყველა რელიგია თუ მას რელიგია ქვია, აღიარებს მარადიულ ღმერთს და აღიარებს მარადიულ სულს, სულის უკდავებას. თუ სულის უკდავებას არ აღიარებს და ღმერთს აღიარებს, მაგას აზრი არ აქვს რელიგია, რაში მჭირდება მე ის ღმერთი მე თუ ვკვდები და ვქრები. არაფერს არ მჭირდება, ნუ აქ თუ შემეწევა, ხო? ამიტომ ეს არ არის რელიგია, ეს მაინც აქ რჩება. რელიგია არის, რომელიც საუბრობს მიღმიერ სამყაროზე და ამ მიღმიერ სამყაროში ჩემს უკდავებაზე. და ამიტომ ყველა რელიგია, რომელიც საუბრობს სულის უკდავებაზე, მან არ იცის სული უკდავია თუ არა. ამბობს, მაგრამ ვერ ამტკიცებს, ვერაფრით ვერ დაამტკიცებს. აი მაგალითად რელიგიის დამაარსებლები არც ერთი არ მოbrunებულა უკან. აი მაგალითად ხო ასწავლიდა რომ იქ 64-ში არის ესე, იქ ესეთია, იქ მდინარეებია, იქ ესა და გავიდა. მაგრამ უკან არ დაბრუნებულა. და არ უთქვამს რომ კი ესეა. არ ვიცით იმან ნახა ის იყო ესე, როგორც გვასწავლა. არ ვიცით, ხო? ეს უკვე ისე რჩება თეორია, რომელიც მან თქვა. და ახლა მოუბრუნდეთ ქრისტიანობას. აი ქრისტეს აღდგომა იმიტომაც არის ეს უდიდესი მოვლენა, რომ ქრისტე სიკვდილამდე ამბობს მე მომკლავენ, დამცინებენ, წინასწარ ამბობს რა მოუვა და მესამე დღეს ავსლები. აი ეს ისეთი იგავი იყო მოციქულებისთვის, იქ საინტერესოა რომ მარკოზის სახარებაში აქამდეო იგავებით ესაუბრებოდაო. ანუ გადატანითი მნიშვნელობით და აქედან პირდაპირ დაიწყო საუბარიო, მაგრამ ის გადატანითი მნიშვნელობით უფრო ესმოდათ, მაგალითად თესველზე რო კითხეს, ნუ გაიგეს. მაგრამ ეს რომ მე მომკლავე, ეს იმდენად და რატო იყო გაუგებარი რომ წარმოიდგინეთ რომ მკვდარ ლაზარეზე ამბობს ადექიო და ადგა. სიტყვას ეუბნება არაფერს არ აკეთებს, არც მალამოს უსმევს, არც არაფერს. ადექიო უთხრა, ლაზარე გამოდი გარეთ. გამოვიდა. საოცრება. ეს ამბობს, ეს საოცრება ამბობს, რომ მე მომკლავე, როგორ შეიძლება აი ესე ხო, როგორ შეიძლება ვიღაცას მოაკლევინოს თავი, ამან. ხო და გაუგრე აი პირდაპირ ნათქვამი უფრო იგავი აღმოჩნდა მოციქულებისთვის. და მესამე დღეს აღსდგები, ნუ ეგეც მართას რო ეუბნება მე ვარ აღდგომა ვახ, ნუ ვიციო მართა ეუბნება რომ აღდგომისასო ყველა რო აღსდგება ეგ ვიციო, მაგრამ აი მე ვარ აღდგომა. ნუ ეს გაუგებარია. ესმით აი ვერ გებულობენ ამას და ამიტომ ეს არის ყველაზე დიდი აი გონების და სამყაროს გადაბრუნება, გადატრიალება ადამიანის ცნობიერებაში ჯვარცმა და აღდგომა. და აღდგომა იმ გაგებით რომ უკან ბრუნდება. ჯვარცმა იმ გაგებით რომ ღმერთი კვდება, ანუ ღმერთი კი არ კვდება, მაგრამ ღმერთმა თავისი ადამიანური ბუნება, რომელიც შეიერთა ქრისტეს სისხლით და ქრისტეს ხორცი და ქრისტეს სული, არის
ძის ანუ მისია აი მაგალითად ჩვენ რომ თითს რო გვატკენენ ვტკივა სულსაც ტკივა ეს ხო იმიტომ რომ ჩემია ეს ერთთლიანია ხო აი ესე ძის არის ეს კაცობრივი ბუნება და ეს ძის კაცობრივი ბუნება ანუ კაცობრივად კვდება ხო აი ისიც საინტერესოა ღმერთო ჩემო რატო დამტოვე მე ეს არის მოვლენა რომელ მოვლენაშიც ღმერთი ვერ ეწევა თავის თავს ანუ თავისთვის შეერთებულ ბუნებას ვერ ეწევა იმიტომ რომ კაცმა უნდა გააკეთოს კაცი უნდა მოკდეს ღმერთი ხო ვერ მოკდება ხო და ამიტომ ღმერთმა კი არ დატოვა და ღმერთი კი არ გავიდა მისგან არამედ ეს ღმერთი ეს ძალიან საინტერესო სწავლება ღმერთი შეურევნელად და განუშორებლად არის ხორცთანაც და სულთანაც და იყო ესეთი სწავლება რომ ბევრი ამბობდა რომ ნუ წვალებლობა იყო ერთ-ერთი რომ ხორცი მიიღო მაგრამ სული არ მეუღია ის და გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს ესეთი ისა რომ ხორცი უფრო შორს დგას ღმერთთან ვიდრე სული უფრო მონათესავეა იმიტომ რომ ქრისტე ამბობს სულ არის ღმერთი და როგორ შეიძლება თავისი მონათესავე უფრო რაც არის ის არ მიეღო და რაც მისგან უფრო შორსაა ის მიეღო რა თქმა უნდა ქრისტე არის სული და ხორცი და ღმერთმა შეიერთა ეს სული და ხორცი და ეს მისია ძის არის ეს ბუნება და როდესაც კვდება ამაზეც მამების ის არის სიკვდილი არ ნიშნავს ღმერთის მოშორებას ამ შემთხვევაში ქრისტეს სიკვდილი იმიტომ რომ სიკვდილი ხდება ქრისტეს სულის და ხორცის მოშორებით კაცობრივი სულის და ხორცის მოშორებით მაგრამ ღმერთი არის ხორცთან საფლავში ხორცი მისია ეს ხორცი და სულთან ჯოჯოხეთში როცა ჩავიდა არც ერთს არ შორდება და ანუ ღმერთი კი არ აცოცხლებდა ქრისტეს სხეულს არამედ ქრისტეს კაცობრივი სული და ღმერთი კი არ შორდება არამედ სული შორდება ამიტომაც არის ჩვენ როცა ვეზიარებით ეს ხო მკვდარია ანუ დაიკulis ტარიგი ღვთისა ამღებელი ცოდვათა სუფლისა და ამას ამბობს მღვდელი და ეს ტარიგი რომელიც ხორცად იქცევა ამას ჩვენ დავკლავთ და სისხლი და ხორცი ცალცალკეა და ცალცალკე ნიშნავს რომ მკვდარია მაგრამ არა ღმერთს მოშორებული ანუ ღმერთი არ შორდება არც ხორცს ღმერთი არ შორდება არც სულს მაგრამ სიცოცხლეს ხორცს აძლევს კაცობრივი სული ამიტომ ქრისტე რო აღსდგა ნიშნავს რომ ის კაცობრივი სული რომელიც ჯოჯოხეთიდან დაბრუნდა და ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან ის მამამთავრები და ყველა ვინც ირწმუნა მისი დაუბრუნდება თავის სხეულს და შემოდის უკან ანუ ბრუნდება ამ სამყაროში და ბრუნდება მოციქულებთან და თომა ამბობს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი აი ესე ძალიან საინტერესოა რომ რაში ნახა აი როგორ ნახა ღმერთად აი როგორც ფილიპეს უთხრა ვინც მე მიხილა მამა იხილავო მაგრამ ფილიპე ეს გონებით უნდა ეხილა და არა თვალით აი ასევე აღდგომილი ქრისტეს დანახვა რატო იყო უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი იმიტომ რომ ეს ღმერთისმეც არავის არ შეეძლო უკან შემოbrunება არავის არ შეუძლია გარდა ღვთისა ეს არ შეეძლო არც აბრაამს ეს არ შეეძლო აბრაამს საერთოდ მერეცხონდა ხო ანუ ეს არავის არ შეუძლია და არც ერთი რელიგიის დამაარსებელი ეს არ დაუმტკიცებია თავისივე ცხოვრებით ის რასაც ასწავლიდა მიღმიერზე და ქრისტემ თავისივე ცხოვრებით ამიტომ არის რწმენა გადაგვარჩენს ამას გონებით ვერ დაამტკიცებ სულის არსებობას სული რომ არადიულია სული რომ არ კვდება აი ქრისტემ რო თქვა ვისაც ჩემი სამს ის არ მოკვდება სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა ხო აი ამის რწმენა ქრისტეს სიტყვის რწმენა არის სინამდვილის დანახვა
მაგრამ როგორი სინამდვილის იცით, აი თქვენი ფანჯრიდან სამებარო არის, მაგრამ ხე ეფარება. აი ესე ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება და ბუნება ეფარება, მაგრამ ეს არის სინამდვილე. სინამდვილე არის, რომ ქრისტე აღსდგა და ქრისტე მობრუნდა თავის მოციქულებთან. დავიწყეთ ადამით და ძალიან საინტერესოდ ახსენით თავისთავად აი ამ ჭრეტის მნიშვნელობა და თქვენ წიგნის სახელწოდებაც პრინციპში მე მგონი ამას აღწერს კიდეც. რწმენითი ცოდნა ზუსტად და თუ გვინვე ჯერ არ ქონდა შესაძლებლობა რომ გაცნობოდა ბევრ რამეზე, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, არის საუბარი ცხადია იმ წიგნშიც და წიგნის საკითხვაც ურჩიოთ ჩვენს მაყურებლებს თუ რამის დამატება ამ წიგნის ცოდნაზე ვიტყვი, მაშინ აი ეს ცოდნა რაც მე ახლა აი რა თქვენ გაქვთ ეს საერთოდ ესეთია შედარებითია საინტერესო შედარება იყო რომ თქვენი ფანჯრიდან ჩანდა და ხე ამოიფარა არ ჩანს, მაგრამ იცით ის იქ არის. აი ეს არის წმენითი ცოდნა უკვე. ეს ადამიანს ქონდა ნახა, ხედავდა და მერე 60-დან გამოდევნის შემდეგ ხორცი ხდება ისეთი ტლანქი, რასაც ხედავდა იმას ვერ ხედავს, მაგრამ იცის რომ ის ისეა. და აი წმენითი ცოდნასა და ცოდნას შორის ის არის სხვაობა, რომ ცოდნას ეძახიან მეცნიერებას. მეცნიერება არის საგანი, რომლის გადამოწმება შესაძლებელია. რომ ერთმა მეცნიერმა რომ თქვა რომ დედამიწა მრგვალია, მეორემ ეს გადამოწმა და თქვა კი გადამოწმებულად. მაგრამ ის რომ დანახვის გარეშე თქვა იმან რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს, ეს გონება ბევრად უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ის კოსმონავტი რომელიც აფრინდა და იმით დაინახა ზემოდან რომ მართლა მრგვალია. ანუ იმისი გონება რომ დანახვის გარეშე დაინახა აღმოაჩინა ის ხო მაშინ არ დაუწყია მაგრამ ბრუნვა მაგრამ აღმოაჩინა რომ თუმე ბრუნავს აი ეს არის რწმენითი ცოდნა რწმენითი ცოდნა არის სინამდვილის აღმოჩენა რომელსაც ვერ ხედავ და ცოდნა მეცნიერული არის რომლის გადამოწმება შეიძლება და რწმენითი ცოდნას ვერ გადამოწმებ რაღაცა მატერიით აი მაგალითად მოსეს რო უთხრა რომ ამოდი მთაზე და დადექი მწვერვალზე რაც არ უნდა ხვიდე მთაზე არ არსებობს რომ შენის დაინახო თუ ღმერთი გეტყვის მაშინ ხო მაგრამ აი ამ მთაზე ასვლით ვერ გადაამოწმებ იმიტომ რომ ეს არის პიროვნული ღმერთისა და წმენითი ცოდნა არის პიროვნული შენი და ღმერთის ურთიერთობა ამიტომ ამბობს ალამა საოცარ სიტყვებს რომ არ გაბედო ღმერთზე საუბარი თუ არ იცი ღმერთთან საუბარი აი ღმერთთან საუბარი ეს არის წმენითი ცოდნა ღმერთთან საუბარი და პირადი გადამოწმება ოღონდ პირადი და ადამიანს რო აუხსნი მას შეუძლია ეს გადაამოწმოს ოღონდ ისე უნდა ირწმუნოს და არა მეცნიერულად რა თქმა უნდა ეს არის მისი ინდივიდუალური გზა ინდივიდუალური ღმერთის აღმოჩენის და ღმერთთან შეხვედრის ძალიან დიდი მადლობა დროებით აქ შევწყვიტოთ საუბარი ქრისტიანობაზე და ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს დროების YouTube არხის მაყურებელს ზუსტად ერთ კვირაში ამ გადაცემას სისტემური და სისტემატური ხასიათი აქვს კვირაში ერთხელ გავყოლთვის ეთერში და გადაცემის დამთავრებამდე კიდევ ერთხელ მინდა ჯერისერთ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ ასეთი კარგი გამოხმაურება აქვს ამ გადაცემას ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამას ჩვენ ვაკეთებთ სწორედ ჩვენი მაყურებლისთვის პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის და ძალიან დაგვეხმარებით თუ კი მათთვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი YouTube არხი გამოიწერთ მას გადააზიარებთ გადაცემებს ასევე სხვა საინტერესო შემეცნებით საგანმანათლებლო გადაცემებსაც მიადევნებთ თვალს და გაუზიარებთ თქვენს ახლობლებს და ნაცნობებს აქ დაგემშვიდობებით მადლობა მამა დოროთეს და შეხვედრამდე ზუსტად ერთ კვირაში